გოგონებო, ყველას მოგესალმებით. გოგონებო და ბიჭებოც, ყველას მოგესალმებით. ესე იგი, ჩემმა ვიდეოებმა გამოიწვია ძალიან ესეთი დიდი კომენტარები აქვს. ზოგი კარგ კომენტარებს წერს, ზოგი ძალიან ცუდ კომენტარებს წერს, მაგრამ ყველას მოგესალმებით და ყველას კომენტარი მისასალმებელია. დაჟე იმ მამაკაცების, რომელთაც ტოჩკაში გავარტყი და მივახვედრე, რომ ეს ვიდეო მათთვის არ იყო რეალურად, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან შეეხოთ რაღაც შინაგან რაღაც მეზე და ასე შემდეგ. ეს კარგი, ესე იგი სწორს ვსაუბრობ და სწორს ვლაპარაკობ, ასე რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ ცუდი კომენტარების დაწერა და უზრდელური კომენტარების დაწერა, ამასაც კარგად ვღატაობ. და რაც თავარია, რაც უფრო მეტ კომენტარს დაწერთ მამაკაცებო, მით უფრო მეტ მამაკაცს ამოუგდებს ამ არხს და უფრო მეტი მამაკაცის შემოვა და უფრო მეტი განათლდება, ასე რომ შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. ეხლა რა ხდება დღეს რატო შემოვედი? სახლში მაქვს აჟიოტაჟი, აი ესეთი ყუთები მაქვს მოგროვებული და გადავდივარ სხვა სახლში. ხო და გადავდივარ უფრო უკეთეს სახლში, მოკლედ დიდ სახლში, აუზებიან სახლში, მე მაგასაც დაგათვალიერებინებთ გოგონებო. ხო, სხვათა შორის დღეს მინდოდა ესეთი რაღაცა განმეხილა თქვენთან. ძალიან სამწუხაროა, დღეს ვიქნები ცოტა ისეთი sharp, ცოტა ისეთი მაწაკი და მუწაკი, თუ რა ვიცი როგორ ქვია ქართულად არ ვიცი. მოკლედ გოგოებო, დღეს დილით კონსულტაციაზე მყავდა გოგონა და აი ულამაზესი გოგო, მართლა. ტანი ფეხით, რა ვიცი, ყველაფერი. და მეუბნება, რომ ვიღაცა, აი სახელს ვერ ვიტყვი. ნუ კაროჩე, მოდი დავარქვათ გელა. გელა რომელთანაც აქვს ურთიერთობა, ამ გოგოს ეუბნება, რომ შენ რაღაცა ქალურობა გაკლიაო. ხო და ქალური ენერგიების ნაკლებობა გაქვს და ქალად ვერ აგღიქვაო, გესმით? აი ვუყურებ ამ გოგოს ვროეძებოი ყველაფერი კარგათაა. კი, ნამდვილად აქვს ქალური ენერგიების ნაკლებობა, ჩემო გელა, იცი რატო? იმიტომ რომ შენ გაქვს მამაკაცური ენერგიების ნაკლებობა და ამ გოგოს რო ჩააცვი, რა ვიცი, მე ქალამნები და დაატარებ სამსახურში და 4 სამსახურში ერთობლივად და მე თან იმას ვთხოვ, რომ ძალიან ქალური იყოს, აი აქ ცოტა რაღაცა იმაში ვართ, რა ქვია, ვერ ვეწყობით ერთმანეთს და არასწორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავზე არ იღებს მამაკაცის ფუნქციას, რეალურად იმისას, რომ ამ გოგოს გაუკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ამ ქალმა 15,000 სამსახურში ერთობლივად არ იმუშაოს. რა უფლება გაქვს, რომ მიდიხარ და ეუბნება, რომ შენ რაღაცა ქალური ენერგიები გაკლია. შენ ხო რას თამობ, ძალიან ავსებული ხარ მამაკაცური ენერგიებით რა. აი მე მინდა გოგოებო გითხრათ ეს რაცა არც ერთ მამაკაც, არც ერთს აბსოლუტურად გინდათ მათხოვარს და გინდათ მდიდარს, გინდათ მაღალს და გინდათ დაბალს. ქართველს თუ უცხო ცოტა ესე არ მისცეთ საშუალება რომ ასე დაგამციროთ და ჩაგაგდოთ ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ. მუშაობთ 15,000 სამსახურში ერთობლივად, საჭმელსაც აკეთებთ, სასმელსაც აკეთებთ, მარშრუტკებსაც დასდევთ, მანქანებსაც მეშვებით აკეთებთ, ბორბლებსაც უცვლით, სახლში მოკლე კაბებიც უნდა გეცვას, თმებიც კარგად უნდა გქონდეს, მაკიაჟი, ფრჩხილები, ყველაფერჩიკები ხართ აბსოლუტურად და დაანებეთ ამ რაღაცეებს თავი. სანამ თქვენ თვითონ არ შეუძახებთ თქვენ თავს და ეტყვის რომ თქვენ ხართ ქალი და გვერდით გჭირდებათ ნამდვილი მამაკაცი, რომელიც პასუხისგებლობას აიღებს, იქნებით მის დღემში ესეთ მათხოვრებთან, მის დღემში იქნებით მამაკაცებთან, რომლებიც არანაირ პასუხისგებლობას თქვენზე არ აიღებენ, აი არანაირს აბსოლუტურად. მე თამამად შემიძლია ვთქვა და ეხლა ჩაწყდით და რა ვიცი, გაწყდით და რაც კიდეც დაგემართოთ მამაკაცებო, რომლებიც მიყურებთ. მე მთელი ცხოვრება არის ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიცხოვრო მამაკაცის ხარჯზე. რატომაც არა. ჩემი სამსახური ყოველთვის მაქვს, ჩემი შემოსავალი ყოველთვის მაქვს, მაგრამ ის მაქვს ჩემთვის, ვაგროვებ ხან სახლს ყიდულობ, ხან რაღაცას ყიდულ, მაგრამ დანარჩენი ისა ეს ყველაფერი არის მამაკაცის პრეროგატივა, რომ მე მაცხოვროს, იმიტომ რომ ჩემი ენერგია არის ფასდაუდებელი, იმიტომ რომ მე მასთან ერთად ვარ და ვაძლევ ჩემს ქალურ ენერგიებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ის ქალური ენერგიები უნდა, ასე ვთქვათ, გამოიმუშაოს. რატო უნდა ვიხადო ბინის ქირა, ან რატო უნდა ვიყიდო მანქანა ჩემთვის, როცა შესაძლებელია რომ მამაკაცმა მიყიდოს. რატო უბრალოდ არ მესმის. ჩემი ცხოვრების მანძილზე სულ მივიღე ორჯერ საჩუქარი კაცისგან მანქანა
ორივე გაყიდული მაქვს ახლა. იმიტომ რომ მე რომ შორდებოდი ხოლმე ვიყიდიდი და სხვებს ვყიდულობდი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო ძალიან გთხოვთ, აი ამ რაღაცა უაზრობებს თავი დაანებეთ, ძალიან გთხოვთ ამ რაღაცა ქალამნების ამოცმას და კვერცხებიანი ქალები რო გინდათ რომ იყოთ, რომ ვაიმე მე დამოუკიდებელი ქალი ვარ, ხო შემჭამეს და იცადე ერთი გამოვთო. აი გოგო მე დამოუკიდებელი ვარ. რითა ხარ დამოუკიდებელი? სამსახურზე შენ ხარ დამოუკიდებული, ხელფასზე შენ ხარ დამოუკიდებული, შვებულება, პენსია, ყველაფერზე დამოუკიდებული ხარ და რანაირად ხარ დამოუკიდებელი ქალი? ძალიან მაინტერესებს. დამოუკიდებელი ქალი ვარ მე. და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა. ვაკეთებ იმას, რაც მინდა, ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს ჩემზე და ყველანაირი პასუხისგებლობები, რაც შეეხება ფინანსური და შემდეგ მისამართებული მაქვს ჩემს მეუღლეზე. სანამ მეუღლე მეყოლებოდა, კიდე აქაც ხა ბევრი კომენტარი წამოვა, ზუსტად ვიცი, ვისთანაც ვიყავი, იმაზედაც მიწებებული მქონდა ეს პასუხისგებლობები და ყველაფერს მიკეთებდნენ და გამიკეთებენ კიდევაც. ასე რომ ძალიან გთხოვთ მსგავსი სახის რაღაცა სისულელე საქციელები გოგოებო, რომლებიც არის მე ვარ და რაც ვარ, ყველაფერს მე ჩემით გავაკეთებ, რა ვიცი, ზოგი ელიავაზე დადის, ზოგი მანქანების იმაზე და დადის ბაზრობაზე და არჩევს მანქანას და ზოგი კიდე აკეთებს ამ მანქანას, ზოგი ბორბლებს უცვლის, სასწაულები ხდება, სასწაულები. ქალი ქალს აღარ აკავს არანაირად. რატო? იმიტომ რომ მამაკაცებო თქვენ დაკარგეთ თქვენი როლი. ეხლა თუ გინდათ მაფურთხეთ, თუ გინდა მაგინეთ, მე ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ ვამბობ. როლი რახან არის დაკარგული, თქვენ არანაირი უფლება არა გაქვს მიხვიდეთ ქალთან და უთხრათ რომ შენ ქალური ენერგიები გაკლია. არანაირად. ან დაამციროთ ეს ქალი, ან თქვათ რომ მე რაღაცა ის უფრო უკეთესია. გარეთ თუ გადიხართ და უკეთეს ქალს ნახულობთ, ეს იცით რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ იმას კაცში გაუმართლა და თქვენ ქალს კაცში არ გაუმართლა. აი პირდაპირ გეტყვით, ასე რომ გამოფხიზულდით საზოგადოება ვქალისებო, თუ ქალების საზოგადოება ჩემი გრამატიკისათვის ძალიან დიდი ბოდიში. კიდე აქ ძალიან ბევრი ქალიც მიწერს ამ რაღაცებს, რომ რა დებილობებს ლაპარაკობ. შენთვის დებილობაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ ვაფშე სხვაგან ახარ, სხვაგან დაფრინავ. შენ გჭირდება მამაკაცი, რომელიც პროსტა დივანზე იდება და გერქვევა რომ გათხოვილი ხარ. და გვაცადეთ იმ ქალებს, რომელსაც ესეთი მამაკაცები არ უჭირდება და გვჭირდება რეალური მამაკაცები ჩვენს გვერდით, რომ ნამდვილ ქალებად ვიგრძნოთ თავი და გვაცადეთ რა. მიბრძანდით ამ არხიდან შეგიძლიათ თან ისე შხვილით მიბრძანდეთ. ასე რომ დანარჩენი გოგოებო კომენტარებში გელოდებით თუ მეთანხმებით. მამაკაცებო თქვენც მეინტერესებს ერთი დამიწერეთ კომენტარებში თუ მეთანხმებით რომ როლი გაქვთ დაკარგული უმეტესობა თქვენთაგანს. ნუ ალბათ ყველას არა, მადლობა ღმერთს, მაგრამ უმეტესობას ნამდვილად აქვს როლი დაკარგული და მე გისურვებთ რომ თქვენი როლი დაგებრუნებინოთ და თქვენს გვერდით კიდე თქვენს მყოფ ქალსაც თავისი როლი დაებრუნებინოს. ეხლა რაც შეეხება ვიცი რომ ძალიან ბევრი დაწერს კიდე ესეთ რაღაცასო, აი შენ ისეთი ხარ, შენ ასეთი ხარ, ვარ გენაცვალე. კი ბატონო, რაც გინდათ ის დამარქვით, რა სტატუსიც გინდათ ის შემარქვით. ამაზედაც საერთოდ არანაირი რეაქცია არ მაქვს. ვიცხოვრე და ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებით და არასდროს მე დამოუკიდებელი ვარ იმ ეტაპისთვის, რა ეტაპზეც მჭირდება რომ ვინიცობაა და ხვალ რომ ვაფშე მარტო დავრჩე, ძალიან კარგად გავიტან ჩემ თავს, მაგრამ მანამ სანამ მიწყობს გარეგნობა ხელს, ასაკი და ასე შემდეგ აგეთ დაზომდა. გარეგნობა ასაკი და ასე შემდეგ ხელს იმაში რომ ყველაფერი კარგად მქონდეს, რატომაც არა, მე ვაძლევ უფლებას ჩემს მეუღლეს, რომ იზრუნოს ჩემზე და სანამ მეუღლე მეყოლებოდა ვისთანაც ვიყავი, იმათაც ვაძლევდი უფლებას, ასე რომ აი ხა გასკდით გულზე და დაწერეთ კაი კომენტარები, გასავანწყები. აი ესეთი სიტუაცია, ძალიან მიყვარხართ ჩემო ერთგულო გოგოებო, ძალიან მიამაყებით, ძალიან მიხარია რომ გონება იხსნება, ნელა-ნელა გეხსნებათ და მიხარია რომ ქართველი ქალი იბრუნებს თავის ქალურობას ნელ-ნელა. ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ამისი, მაგრამ უფრო მეტი მაგალითი მაქვს, როცა იძახის გოგრობა, მე გელამ ეს მითხრა. ვაფშე რაში გაინტერესებს გელამ რა გითხრა? გელამ ჯერ თავის თავს უნდა მიხედოს და მე შენზე უნდა გააკეთოს კომენტარები. ასე რომ წავედი ახლა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ უნდა წავიდე და ხალიჩები უნდა ავარჩიო ახალი სახლისთვის, ძალიან მიყვარხართ. დროებით.